დილამშვიდობის მეგობრებო, დღეს არის 30 მარტი და ამჟამად ვიმყოფებით ჩვენ სოფელ ნიჩბისში გვინდა ვესტუმროთ ციციშვილების მე-16 საუკუნეში აშენებულ ციხე-დარბაზს, ულამაზესი ადგილია. გარდა ამისა, სოფელში არის ორი საინტერესო და ძველი ეკლესია მთის წვერზე, ულამაზეს ადგილას, წმინდა გიორგის და წმინდა მარიამის ღვთისმშობლის ეკლესიები, გვინდა ეს ეკლესიებიც მოვინახულოთ. და გარდა ამ ადგილებისა, სულ რამდენიმე კილომეტრში მცხეთიდან არის ერთ-ერთი ძალიან ძველი სოფელი, საიდანაც იწყება დაახლოებით 26 საუკუნის წინ ნაბუქოდონოსორის მიერ გამოდევნილი ებრაელები იმ დროიდელმა ქართველმა მეფეებმა მიიკედლეს, ასე ვთქვათ, საქართველოში და ამ პერიოდიდან, ესე იგი, შეიძლება ვთქვათ, რომ პირველი ებრაელები საქართველოში დასახლდნენ სწორედ აი ამ სოფელში. ეს სოფელი გვინდა მოვინახულოთ. გარდა ამისა, სოფელში არის კიდე ერთი ლამაზი და საინტერესო შენობა, რომელიც დაახლოებით 100 წლის წინ აშენდა. ეს შენობა აშენეს და ამ შენობაში იყო გეოფიზიკის ობსერვატორია, მუშაობდნენ უცხოელი და უცხოელ მეცნიერებთან ერთად ქართველი მეცნიერებიც მუშაობდნენ. ინტერნეტში ამოვიკითხე მე ეს ინფორმაცია რამდენად მართალია არ ვიცი მე, მაგრამ ამ სოფელში და ამ შენობაში ატარებდნენ ადამიანებზე მეცნიერულ კვლევებს. და გარდა ამისა, ეს სოფელი უკვე 1935 წელს დაცარიელდა იმის გამო, რომ ამ შენობაში დაიწყეს საიდუმლო იარაღის დამზადება. ეს ყველაფერი მე ინტერნეტ სივრცეში ამოვიკითხე, მაგის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტური ფაქტი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მარტო ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვთქვათ ეს ყველაფერი. ასე რომ იმედია საინტერესო იქნება ჩემი დღევანდელი ვიდეო უყურეთ. არხი გამოიწერეთ, იმიტომ რომ 90%-ზე მეტი ადამიანი ჩემ არხს უყურებს გამოწერის გარეშე, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო. არხი გამოიწერეთ, დაალაიქეთ, კომენტარისთვის ღია ვარ, მომწერეთ ნებისმიერი რამ, ასე რომ წავედით, დავათვალიეროთ სოფელი ნიჩბისი და შემდეგ გადავიდეთ უკვე ერთ-ერთ უძველეს მიტოვებულ სოფელში. აბადროებით. ეხლა ვიმყოფებით მეგობრებო სოფელ ნიჩბისში და ამოვედით ციციშვილების ციხე დარბაზში. აქ ცხოვრობდნენ ციციშვილები. ახლა ციხე იყო. ახლა კედელი აუშენებიათ, ხედავ ციციშვილებს. ხო, ხედავ, მაგრამ ძირითადი შენობები, რაც იყო ციხეში, შიგნით ტერიტორიაზე არის უკვე აი ამ მდგომარეობაში. ეს ერთი კოშკია დარჩენილი და ქვევით აბანო. ციციშვილების ციხე არის აშენებული მე-16 საუკუნეში. მე მიდეხლა ციხეში კოშკში შევიდე. კოშკში შესასვლელი სად არის? აი კოშკში შესასვლელი. სამასი წლის წინ აშენებული კოშკია. აქ არის კიბეები. ავიდეთ. ეს არის კოშკის მეორე სართული.
და კიბეები მეუყვება კიდე ზევით. ამოვიდით კოშკის სახურავზე. ეს არის სოფელი ნიჩბისი. აიგერ ბესოც გამოჩნდა. მოვალე ხამანდაც. ეს იყო საცხოვრებელი შენობები, აქ ცხოვრობდნენ, მაგრამ ეხლა უკვე ასეთ მომარეობაშია, დაშლილია ნაწილობრივ. აქ არის კიდე რა ნახე ბესო მანდა. შესასვლელია, ხო? ო, ესეც საინტერესო კოშკია ეგერ. უზარმაზარი კედლებია. ახლა ავიდი ერთი მანდამდე და მე ტელეფონი მომაწოდე. მარტო ძნელია ცოტა მოდავიხარე. ხო, ამოვედი ბესო ხა მე აქ და მე აღარ ამოვალ. აღარ გინდა, ხო? აქ იყო ალბათ იატაკი, მაგრამ იატაკი უკვე განადგურებულია, აღარ არის. და აქედან იყო ასასვლელი ზედა მხარეს ზევით. იმიტომ რომ ზევითაც ავიდე. კი, გალავანს მიყვება ეს გზას. ასე მიყვება და ჩადის ალბათ აი იქ. არ ვიცი ჩადის თუ არა, მაგრამ აბა ერთი სანდამდე შევძლებ გავყვები. ეს გზა მიყვება გალავანს და ალბათ გერ კარი პლაცა აქედან ჩამოვძვერი, გალავანს გამოვყევი, აქ არის ჩამოსასვლელი. ესეც ერთ-ერთი კედლის ნაწილია, აქ შიგნით რა ხდება, არ ვიცი. აიო. და გამოდის მე აი აქედან. აქედან გამოდის და ბესოც ამოვიდა. ჩამოვალ მე ხლა აქა. გავყვები კედელს და ჩამოვალ ეს აბანო იყო კი ეტყობა. მოვიდან არის შესასვლელი, სულ ასეთი ისინია. ეთახები. და ასე უყურებს. ამ ხელა კედლებია, ხედავ. აქედან ჩამოსვლა ბიძო რა თქმა უნდა. ოიც ამოერთი. იქნებ დაანებეთ და იქიდან ჩამოსვლა. საიდან? საიდან ზოგადად.
უიცრას. თუ ვიდა ესე კრუგი დააწი და იქ ჩამოხვალ აი. ეს არის მთავარი კოშკი. მერე შევედი აგერ იქით შესასვლელია კედელზე კოშკი და მოუყვება გზა კედელს ზევიდან. საკმაოდ სქელი დიდი კედლებია და ჩამოდის აი აქ. გამოვედი აქედან. ქვევით არის აბანოშიც მინდა შევიდე და ვნახოთ. კედლის სისქე იქნება 1 მეტრი. ზოგან უფრო დიდია. აქედან ჩავალ. ბესო მიუყვები შენ კედელს? ო, კარგი. ჩავალ მე აბანოს ვნახავ. ო მე აკროვდებოდა წყალი. ბესო ვერ გახვედი ბოლომდე? არა, აღარ მიდის, დავიწროვდა და. ხო. ესეც ეკლესია ძველი სოფელ ნიჩბისში. ეკლესიას გავს ყოველ შემთხვევაში და წინიდან რაღაც ახლივით. სახლია. აშკარად ეკლესიას გავს ზევით და აქეთ ხარ სახლი, ეგეთ ხარ ეკლესია. ისე რომ მოინდო მოსეხამრო გადმოხდება კიდევაც ხობიდან. ეს ხელა ძაღლია. ვა, ნახე რა მაგარი სახლია ბესო. ეკლესია არის ფაქტიურად, მაგრამ გარედან სახიათ მიშენებული ეკლესიას. სოფელში ვარ, ერთი ძალიან ბრაზიანი ძაღლია, მაგრამ ეს მე მგონი არ არის ბრაზიანი. ბესო, არ არის ხო ბრაზიანი? ჩაგვიარა. წავედით მაშინ. ეხლა ვართ მეგობრებო სოფელ ქვემო ნიჩბისიდან ამოვედით. ეს არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, მათგის ქვია სასხორი. ეგერ ჩანს სოფელი ქვემო ნიჩბისი და ეგერ ზევით მთაზე არის ზემო ნიჩბისი.
იმდენი საკეთები აქ შევიდეთ ეკლესიაში სანთელი დავანთოთ. სასხორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. რამხელა ჯაჭვებია, ცოდვების მოსანანიებელი. მეგობრებო, შემდეგი ჩვენი დანიშნულების ადგილი რომელია? რა ქვია ამ ეკლესიას? ქვემო ნიჩვისის ღვთისმშობლის ეკლესია. მივიდეთ. თავარი გზა სად მიდის? სად გადის, აბა? უბრალოდ ახალი ნიჩვისის. თავარი გზა სად გადის? რომელი თავარი? საერთოდ მოედით. აღარ დაბლა. ეს არის? ეს არის მეგობრებო მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია სოფელ ნიჩბისში. ჯვრის მონასტერი რა ლამაზად გამოჩნდა. ხო, ეხლა მივდივარ სოფელ კარსანში. აქ რა ხდება ეს რა დაწესებულება? რაღაცა საშინელი რა ვიცი. ეს ასვადი არის და კომუნისტების დროს დაგებული. იცი რისთვის? აქ იყო ტუბდის მასე. ხო, 70-იან წლებში გაიხსნა. ტუბერკულოზით დაავადებული ხუნავდა. მოვედით მეგობრებო სოფელ კარსანში, სადაც ასეთი დიდი გრანდიოზული შენობა იყო. ეს იყო 1913 წელს გეოფიზიკის ობსერვატორია. თავიდან 1904 წელს თბილისში იყო, მაგრამ მერე თბილისიდან გადმოიტანეს და აშენეს 13 წელს ეს შენობა, სადაც მუშაობდნენ უცხოელი და ქართველი მეცნიერები სხვადასხვა სამეცნიერო საქმეებზე.
1935 წელს ლავრენტი ბერიას ბრძანებით ამ სოფელში, სოფელი კარსანიდან გაასახლეს ყველა მაცხოვრებელი, რადგან აქ აკეთებდნენ, ამ ადგილზე ატარებდნენ, ასე ვთქვათ, ცდებს ადამიანებზე. ყოველ შემთხვევაში მე ეგრე წავიკითხე ინტერნეტში, რამდენად მართალია არ ვიცი, ვერ გეტყვით. მაგის ფაქტები დოკუმენტალური არსად არაფერი არ მოიძებნება და კიდევ ამოვიკითხე, რომ აქ საიდუმლო იარაღზე მუშაობდნენ აგრეთვე. რამდენად მართალია, არც ეგ არ ვიცი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში გრანდიოზული შენობა იყო, ნახეთ ეგერ ქვევით იყო სარდაფი, სამსართულიანი შენობა იყო. სულ ჩამონგრეულია, დანგრეულია ყველაფერი. კიბეები ჩამონგრეულია. ეს მესამე სართულის კიბეც ჩამონგრეულია. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. სახურავი საერთოდ არა აქ. აი იქ მესამე სართულზე ადიოდა კიბე, მაგრამ აღარ არის ის კიბე. და შემდგომ უკვე მეორე მსოფლიო ომის მერე ეს შენობა გადაეცა არქეოლოგებს. აი აქაც იატაკი იყო, რომელიც საერთოდ ჩანგრეულია. 50-იან წლებში გადაეცა არქეოლოგებს ეს შენობა და არმაზის ხეობაში ატარებდნენ არქეოლოგიური გათხრებს. და ოფისი ჰქონდათ აქ. ესეც რა ლამაზი ფანჯარაა. აი ამ ოთახის ზევით მესამე სართულზე ამბობენ, რომ ლავრენტი ბერია ჩამოდიოდა ხოლმე ხშირად. იმის გასაგებად თუ როგორ მიდიოდა საქმეები საიდუმლო იარაღთან მუშაობაზე. აქეთაც ყველაფერი არის დანგრეული. შემდგომ უკვე 70-იანი წლების დასაწყისში ამ შენობაში იყო ტუბ დისპანსერი გაიხსნა და მკურნალობდნენ ტუბერკულოზით დაავადებულ ხალხს. და 90-იანი წლების დასაწყისში იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში ძალიან დიდი პრობლემები იყო და ზოგადად გაჭირვება იყო ყველა სფეროში, აქაო, ესე იგი, შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი შემოვარდაო ამ შენობაში და რაც ძვირადღირებული დანადგარები იყო და რკინის კონსტრუქციები, სახურავი იყო კაპიტალური შველერებით გამაგრებული, სახურავი ის რკინის გან რაც იყო, ყველაფერი მოიხსნა, გაიძარცვა და იმის მერე დაიწყო ამ შენობამ დანგრევა. აი ქვევითაც არის კიბეები ჩასასვლელი, სარდაფი იყო. გავიდეთ ახლა გარეთ. როგორი პარკეტია დარჩენილი ძველი. აქა ჩანდრევანი. ბაყაყებით სავსე. გრანდიოზული შენობა იყო. აი ნახეთ მეგობრებო, როგორ ეტყობა ძველი აშენებული შენობა. აი ეს აგურებით რაც არის და მე უკვე როდესაც გაიხსნა ტუბ დისპანსერი, აქა მიაშენეს უკან კიდე ერთი დიდი შენობა. აი ეტყობა გალესილი რომელიც არის. სამსართულიანი შენობა. ამ ადგილს რაც შეეხება სქელი კედლებით ეგერ ჩასასვლელია.
ტუბერკულიოზით დაავადებული პაციენტები, რომლებიც გარდაიცვლებოდნენ, აქ იყო, ესე იგი, მიწის ქვეშ დიდი გვირაბი გაკეთებული და ამ გვირაბში მარხავდნენ ამ ადამიანებს. ყოველ შემთხვევაში არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ ასეთი ინფორმაცია არის. მე მინდა ახლა აქ ჩავიდე. სადაც ხარ ჩავარდი? აი აქ არის ჩასასვლელი. მაგრამ ფანარი მინდა. აი ესეთი გვირაბია. ბესო ჩაანათ ერთი მაგ მაქედან ვერ დავინახავ, მომეც ფანარი. ეხა ნაგვით არის ამოვსებული ფუ კოღოები. იმედია. ანუ ჩასაჩეხი არ იყო. არ იქნება აქ ფრინავი ღამურები. ეს რა მაგარი ფანარია ბესო. ჯავით. ღამურები არ ჩანან ჯერჯერობით. კაი სიგრილე კი არის აქ. აი ესეთი გვირაბი იყო, რომელიც ეხა კოღოებით არის სავსე. შეძლების დაგვარად. აი ეს ამუშენებულია აგურით. ვიღაცას გადაუმტრევია, ამოლოქული იყო ეს და აქ შევიხედოთ რა ხდება. თუ შევეტევი. შევეტიე. აი ნახეთ, დანადგარი იყო ასეთი ამ წეს მაგვარი. ჩაბმული იყო აი ეს დიდი ბეტონის ფილა. და აი აქ არის აი დიდი სახურავით არის, რომელსაც წევდნენ ხოლმე, აიწეოდა ეს სახურავი, იღებოდა და შიგნით ჩაყავდათ მიცვალებულები. აქ საჰაეროა. ხო. ოპა. ესეც კარგად ანათებს. ოპა. ეს იყო შენობის ეზო. ცენტრალური შემოსასვლელი აქედან იყო. და გამოდიოდა ეზოში, შენობის ეზოში და აქ არის აი ეს ახალი მიშენებული შენობა. აქ რა იყო მაინტერესებს. აქ აბანოები იყო. აქ უკვე კაპიტალური ჭერი აქვს, ამას ხედავ. გაპატახებული. აქეც არ მიდის ეს.
ტუალეტები იყო აქა. აბაზანა. აქეთ სუდან გრეულია ყველაფერი ბიჭო. აქ შეიძლება რამე დაგიცეს. ხო. არა გამორიცხული. აქეთ რა არის? აქ რაღაც კიბეების მაგვარი რაღაცა. საიდან ადის ეს კიბეები? ზევით ასასვლელი კიბეები. აქ არ არის არაფერი. აქეთ რა ხდება? აქეთ არაფერი აღარ არის. აქედან არის ფანჯარა, კიბეები. აქაც ეს მეორე სართულია. და ზევითაც ადის კიდე კიბე. ზევითაც იყო მესამე სართული. ესეც მესამე სართულზე ამოვედით. აქ საკმაოდ კაპიტალური იატაკია. ხო, ძალიან სამწუხაროა, რომ ახლა შენობა დაინგრა. შეიძლებოდა აქ რაღაცის გაკეთება. ან აღდგენა ყოველ შემთხვევაში. ო! რა არის ბესო? მაგრამ აი ეს კიბეები საიდან ამოდიოდა ვერ მივხვდი. აქედან ვერა. აქედან იყო შემოსასვლელი? არა, ფანჯარას გავს ეს. так, ესე იგი, ჩავიდეთ საიდანაც ამოვედით. ჩასასვლელი ოდენიც ხო არა ინთო შუქი არა ყვება ჩამოგრეულია ხო? ო ჩამოგრეულია სად? აი თავზე ესეც ტუბდისპანსერის ერთ-ერთი შენობა იყო. შენობის წინ დანგრეული მანქანაა.
ის რა მანქანაა? Mitsubishi. და ნახოთ ახლა რა ხდებოდა ამ შენობაში. ხის საფეხურები სანდა დიოდა ნეტა. თავარი არ ჩავარდეს ახლა ეს საფეხურები. რას გაიგებ? აქ იყო ალბათ ოფისის მაგვარი რაღაცა, იმიტომ რომ საბუთებით არის სავსე სულ ეს ოთახი. აგერ იქით რამდენი რაღაცები ყრია. იმედი მაქვს, არ ჩავარდება ჭერი. სულ საბუთები ყრია. ანალიზის პასუხები. სისხლის ანალიზი. ანალიზ კროვი. ბირიუკოვა ნანა. და ასე შემდეგ. აურაცხელი საბუთებია პაციენტების, ალბათ ვინც აქ გაიარა მკურნალობა. ესე იგი, რომ დავიანგარიშოთ, ეს არის დაახლოებით რომელ წელს აშენებული იქნება? 100 წლის წინ. პლუს მინუს.